პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გადაცემა იმედი ლაივში უკრაინის საკითხზე ისაუბრა. თეა წულუკიანის განცხადებით გადაწყვეტილებებს დიდი სახელმწიფოები მიიღებენ. საქართველომ კი თავისი პრაგმატული და ეროვნული პოლიტიკა უნდა განაგრძოს. რეალურად უკრაინა ძლიერი სახელმწიფო ზედაპირულმა ლიდერმა პროფესიით კლოუნმა დაღუპა. მამა პაპურენაზე რომ ვთქვათ, ეს ნამდვილად სატირალი ამბავია, იმიტომ რომ ეს ერი ამას ნამდვილად არ იმსახურებდა და ჩვენ მოგველოდა იგივე და უარესი მოვესწარით იმ დღეს, როდესაც მსოფლიოს ყველაზე დიდი სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატები და მისი ხელმძღვანელობა ამბობს ზუსტად იგივეს, რასაც ჩვენ ვამბობდით 2022 წლის გაზაფხულიდან, რომ უკრაინას ღუპავენ, უკრაინა იღუპება, ზელენსკი თამაშობს ანტიუკრაინულ როლს და რომ ჩვენ ამის ნაწილი არ ვიქნებით და შევეცდებით რომ გადავრჩეთ. უკვე ჩანს და დიდი ხანია ნათელი იყო უბრალოდ ამაზე ღიავთ ვერ ვსაუბრობდით ჩვენ საქართველოს ხელისუფლება, რომ რასაკვირველია უკრაინის საკითხი უკვე ასე ჩანს გადაწყდება უკრაინის ხელისუფლების აზრის ყველაზე ნაკლებად გათვალისწინების გარეშე, რაც არის პრაქტიკულად ტრაგიკული უკრაინელი ხალხისთვის, რომ დიდი სახელმწიფოები მიიღებენ გადაწყვეტილებებს და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ დიდი გადალაგების პროცესში ის ჩვენი პრაგმატული და რაც მთავარია ეროვნული პოლიტიკა.